იაპონური ნაციონალიზმისთვის წამყვანი მნიშვნელობისაა მილიტარიზმის საკითხი, გამომდინარე იქიდან, რომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, ეგრეთ წოდებული მეიძის აღორძინების ეპოქაში, როდესაც იაპონიამ მოახერხა სწრაფი ინდუსტრიალიზაცია, ის გადაიქცა მნიშვნელოვან სამხედრო ძალად, რომელმაც მოახდინა წყნარი ოკეანეთის უდიდესი ნაწილის ოკუპაცია და ის პირდაპირ დაპირისპირებაში შევიდა ჩინეთთან, თუკი მანამდე ჩინეთი მოიაზრებოდა აზიაში მთავარ მოთამაშედ და გეოპოლიტიკურ სუბიექტად, მისი სტატუსი, ვთქვათ, იაპონიამ წაართვა ეს სტატუსი და იაპონია გახდა პირველი აზიური ინდუსტრიული იმპერია. ანუ იმპერიული სტატუსი იაპონიას შეძინა სწორედ მაშინდელმა მილიტარიზმმა. თავდაპირველად თუკი იაპონური ნაციონალიზმი მიემართებოდა ჩინეთს და მთავარი მოწინააღმდეგე სწორედ ის იყო, დროთა განმავლობაში ჩინეთი იმდენად დასუსტდა, რომ ის კონკურენტად აღარ აღიქმებოდა იაპონიისთვის. ჩინეთი დამარცხდა კიდევაც პირველ სინო-იაპონურ ომში 1895 წელს, როდესაც იაპონიამ წაართვა კიდევაც ტაივანი და ტაივანი გახდა მაშინ იაპონიის კოლონია. და მეორე მსოფლიო ომში ეს ვთქვათ თავარი მოწინააღმდეგე ჩინეთის სახით ჩანაცვლა შეერთებული შტატებით, გამომდინარე იქიდან, რომ უკვე იაპონია იყო აზიური იმპერია, ინდუსტრიული იმპერია და მისი ვთქვათ მთავარი მოწინააღმდეგე გახდა წყნარ ოკეანეზე უკვე ახალი ვთქვათ ძალა შეერთებული შტატები და მთავარი მოწინააღმდეგე ვთქვათ ჩინეთი ჩანაცვლა შეერთებული შტატებით. თუმცა მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ შეერთებული შტატები შეეცადა იაპონური ნაციონალიზმისთვის გამოეცალა მთავარი საყრდენი, სწორედ მილიტარიზმი და მან ამას მიაღწია კიდევაც, ვახსენე კიდევაც გენერალმა დაგლას მაკარტურმა თავად დაუწერა კონსტიტუცია იაპონელებს, რის მიხედვითაც იაპონია გადაიქცა პაციფისტურ სახელმწიფოდ, რომელსაც არ ეყოლებოდა სამხედრო შეიარაღება და მცირე ომის განმავლობაში შეერთებული შტატები ცდილობდა, რომ დაერდგუნა იაპონურ საზოგადოებაში ზუსტად ეს მილიტარისტული და ნაციონალისტური სურვილები, გამომდინარე იქიდან, რომ ის საფრთხეს უქმნიდა შეერთებული შტატების ინტერესებს და ყოფადობას იაპონიაში. მოგეხსენებათ, იაპონიაში შეერთებული შტატებს ყავს საკუთარი საჯარისო შენაერთები და პრაქტიკულად ის არის დღემდე პასუხისმგებელი იაპონიის უსაფრთხოებაზე.